ირანულ ფილებს და მოხდება საჩინელი მიწისძვრა. ხა მე რასაც ვაპარაკო, შეიძლება ზოგიერთ სიგი შეეგონოს, მაგრამ არ არის შემოკარგებო ეს ჩვენ ამას გვიმალავდნენ კომუნისტები, არ უნდათ რომ პარაფსიქოლოგიური მეცნიერება განვითარებულიყო, იმიტომ რომ პარაფსიქოლოგიური მეცნიერება ინდივიდებს ანვითარებს. და ჯერ ერთი ზოდიაქოები იმის სვეტიცხოვლის კედელზე როგორ არა, კი ბატონო, დავით აღმაშენებელი იყო პირველი ასტროლოგი, გაცო. და მე შემიძლია ჩამოთავო უსასრულოდ. ნაპოლეონს ყავდა ასტროლოგები. და ბოლოს ასტროლოგი რო მოკლა, იმიტომ წავიდა ზუსტად საქმე. ძალიან მაინტერესებს, აი თქვენ ძალიან კარგად მაშინ ამესწენით, იოანე ნათლისმცემელმა რატომ მონათლას სწორედ იმ დღეს ნაცხოვარი. აი დაგიბრუნებ, შეგიძლია, რა შეჭირდებოდა, ხო? ღმერთის ძეს, ხო? განსხეულებულ ღმერთს იოანეს მონათლა წყლით, ხო? რატო არ მონათლა კოკა-კოლიდან, პეპსი-კოლიდან, სხვა რამით? ღმერთს მაფატია, ხო? ჩვენ თავიდან შევთანხმდით, რომ ვილაპარაკებდით სიყვარული და იუმორი. რატომ? აი მაინდა-მაინც წყლით არა, ელემენტარულად, სულ რომ არ ერკვეოდე ადამიანი, ხო დაფიქრდები, რატომ? იმიტომ რომ წყალი ეს საშორიო არის უნიკალური გამტარი. მას არც სუნი აქვს, არც ფერი აქვს და ეს უნიკალური გამტარი არის ღვთიური ენერგიის და როდესაც იოანემ იორდანეს წყალში მონათლა ქრისტე მაშინ გაიხსნა ეს არხები და თემ სოფლიოში ყველა წყალი მაშინ იყო სამკურნალო ნაკურთხი და აი იმ მომენტიდან მიეცა მისცა მამამ უფლება თავის შვილს რომ ეხადაგა და გამხდარიყო ქრისტე. ხო და ასე რომ ბევრი რაღაცები ჩვენ არ ვიცით და ბრმებივით მოქმედებთ, იცით? არ შეიძლება თუ აი რა არის სარწმუნო, სიტყვა სარწმუნოება, რწმენა. უნდა იწამო. კი არ დაიწყო იმის გარჩევა. ვიცი რა ის ღდელი არ მომწონს, მე მას ახსარებას ვერ ვეტყვი, ცუდი ცხვირი აქვს, ან და დიდი ყურები აქვს. ამას მნიშვნელობა არ აქვს. შენ რო ღვთიური ენერგია მიიღო, უნდა მიხვიდე მოძღვართ, ამიტომ ის გამტარია ამ ენერგიის და ის მოგცემს ამ ენერგიას შენ. შენ ვერ მიიღებ ისე. ახსარების თქმა რა არის? აი ელემენტარულად ჯვარი ვწერია სულ ყველას, ხო ყველა მოკვდავები ვარ და როდესაც მივიდივარ პანაშვიდზე, რატო ვარს მე ჭირისუფალს ხელს? არ დაფიქრებულ ხართ? რაღაც ენერგია რო გადავწეთ. დიახ. ჭირისუფალი, დიახ, ჭირისუფალი უბედურებისგან, იმდენად დაცლილია ენერგიისგან, რომ მას დონორი ჭირდება ენერგეტიკული და ჩვენ მივდივართ და ჩვენ ენერგიას ვუნაწილებთ. აი ჩვენ ამას დაფიქრებულად არ დაფიქრებულ ვართ. და ბევრი რაღაცებია, კიდე ხარ რომ მოყვე არ გვაყובה ჩვენ 10 საკანი. უბრალოდ აი ხანდახან იცით რა ერთხელ იყო ასეთი ეს კასეტა არსებობს დღესაც საერთოდ მე ასე მგონია რომ სანამ ჩვენ ყველაფერზე სიმართლეს არ ვიტყვით რა ხდებოდა 20 წლის მანძილზე იქ სიმართლეს მანამდე ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველა აი სიმართლეს ამოგვეს რამე ჩაფოლეს მე ბესო გუგუშვილთან ერთად ერთ მერხზე ვიჯექი 10 წელი ჩვენ მეგობრები ვართ. იმედი მაქვს დღესაც. ძალიან გულისწყდება და უზარმაზარი გულისწყებული მაქვს, რომ ბესო არ არის საქართველოში. და აი იმ მატარებლით რო წავედით და რომ მოვბრუნდებოდ უკან და რო არ გაგვიშვებდნენ უკან. პირველი ამას ვიძახოდი რომ ბესოსთან წამიყვანეთ მეთქი რა ზუგდიდში დაველაპარაკები როგორ შეიძლება მატარებელი ამდენი ქალებით არ გამოატარონ ეს სხვა ისტორია გვაქვს ჩვენ და სხვა მეგობრობა ძალიან დიდი და გაგიჟებული ვარ როდესაც ბესოს რაღაცებს აბრალებენ იმდენად გულწრფელი და იმდენად ერთგული იყო ეს ვერა დამსახურდიას ამას ვერასოდეს ვერ ვაპატიებ ვერავის რასაც აბრალებენ მაგრამ მაგაში კი არ არის საქმე აი როდესაც ის გახდა კინემატოგრაფიის მინისტრი. ვეუბნებოდი ბესო გაგიჟდი ადამიანო, რა გინდა კინემატოგრაფიის მინისტრად? რა გინდა ბესო რატო? ნუ დამავალეს ეს. არ გინდა ბესო, მე ვთხარი, არ არის ეს შეიძლება. კარგი. მე რაღაცა მომენტი იყო, ბატონი რეზოს გადაყენება უნდათ ჩააცივდნენ ამ რეზო ჩხეიცეს. ვისაც უყვარდა, ვისაც არ უყვარდა, ვინც მოწინააღმდეგე, დამბექით ყველა ერთად.
და ეს ფირი არის უნიკალური ფირი, აი რომელიც არსებობს. ეს შეხვედრა, ასეც მიწერია კასეტაზე, შეხვედრა ბრძოლა. მოვიდა ის რა ქვია წულეისკირი, მოვიდა ბესო და ვეუბნებოდი წინა დღეს ჩემთან იყო სახლში. მამიდა ჩემმა რაღაც ძალიან უყვარდა, მამიდა ჩემმა ჭადი გამოუწყო რაღაც. ვიჯექი და ვეუბნებოდი ბესო არ მოხვიდეთ სტუდიაში. იმიტომ რომ შეიძლება ეს შეხვედრა და იყოს რაღაცა ცუდის დასაწყისი. არ გინდათ ეს დაპირისპირება. და იმ კასეტაზე სწორედ ჩანს ნატუკა. მარტო სიყვარულით ვიწყებთ, ხალხო რა გინდათ ერთად უნდა ვიყოთ. იგივე ლანა, იგივე ელდარი, სუხველა საწყალი ომარგვასალია. თემურ ბაბლოვანი ვეუბნებით, რა გვა გასაყოფი გაგვაგებინეთ ამ ადამიანს, რას ერჩით. არა შეუვალები სამივე. სხედან არა უნდა წავიდეს ესია, გადაწყვეტილი უნდა წავიდეს. და მე დიდი ხანი არ მქონდა ნანახი ეს მე რომელი რაღაც წინასწარმეტყველი ვარ, ღმერთო მიტყვენდა. გამოვედი და ლაპარაკობ ეს ვისწორებ რაღაცა ქუდს, სამთარი იყო და ციოდა, სულ ეს ვისწორებ ქუდს და ვეუბნები, რა გინდათ ხალხო, დაწყნარდით, ვეუბნები, დაწყნარდით, ნუ გვებრძვით, ერთად ვაკეთოთ ამ საქართველოს საქმე, არა ვართ მტრები, ხო ერთად ვიწყებდით ყველაფერს, 9 აპრილს მანამდე ეს ის რას გვერჩით და ვამბობდი რომ გაანებეთ მეთქი რა ამ საქართველოს თავი, რა ენერგია მინდის ვერ ხედავთ მეოთხარი, მიწის ძვრაც ჩვენ დაგვეტაკება, ქარიშხალი და ყველაფერი. ცუნამები იყო, ცუნამი რა, ტორნადოები იყო. ნახევარი საქართველოს დაინგრა. როგორ შეიძლება ამდენი უარყოფითი ენერგია გააგზავნოს ზევით? ამდენი უარყოფითი ენერგია და სწორედ ერთმა კარგად ამყოფოს ყველა, მაგრამ აი გურა მოდიშარია რო ჩამოვიდა და როდესაც იყო ლაპარაკი მე ვკითხე რომ ბატონო გურამ მეთქი, აი არის რამე შანსი ამ ადამიანების ჩვენსკენ მობრუნების? და თქვენს რომ მე იმ რუსულად თქვენს რა თქვა და მიდავერა იყო. ჩვენო გვეგონაო რომ მოვიდა ახალგაზრდა კაცია, ეხლა დაიწყება რაღაც შემოbrunება, რაღაცა ფორმა რაღაც არა დავშორდით და სულ ვაბრალებთ რუსის ჩეკმა, იმის ჩეკმა, ამის ჩეკმა. ჩვენ ერთი 5 წლის წინ ესეთი აქცია ჩავაწერეთ, დავწერეთ ბოდიშის წერილები. მეც გავაგზავნე ბოდიშის წერილი არ ვიცი ვისთან, მაგრამ აფხაზეთში გავაგზავნე. დავწერე ეს წერილი დღესაც ინტერნეტში დევს და აი გდოლიძეს რომ დააჭიროთ ერთ-ერთი ამოვარდება ეს წერილი. და ვეუბნები ამ ჩემ აი ეს მე და ნანა კვასხვაძემ რომ მოვიფიქრეთ სპექტაკლი, ჩემი თაობის ავტოპორტრეტი ამაზეა ზუსტად. და საოცრება არ არის ნატუკას ნანახი აქ. მე არ მინდა ამ სპექტაკლის თამაში არ მინდოდა ქართულად. მოიარა ნახევარი ისა ბრიტანეთი, იქეთ, ამერიკაში, კენედის ცენტრში, იდევს საიტზე, აი ნახეთ 1 მარტი 2004 წლის. კენედის ცენტრი დევს ცოცხლად ეს სპექტაკლი. იმიტომ რომ სათქმელი იყო, სადაც დედა რომელსაც ნინო დავარქვით, რა თქმა უნდა და შვილს, რომელიც დაკარგულია იქ სადღაც, ეს დედა იქ მიდის, აი ოკუპირებული ტერიტორიაზე უნდა გადადგას ნაბიჯი და წავიდეს იქეთ ან თავისი, ან სხვისი შვილის მოსანახად. და ეს თურმე დაკარგული შვილი აქვეა მის გვერდზე, მაგრამ მე ვერ ვხედავ მთელი სპექტაკლის მანძილზე და მარტო ბოლოს აი როდესაც რაღაცა იქ არის ყველაფერი გამოვიყენეთ ადამიანთა უფლებების დეკლარაცია, ჩეხოვი, შექსპირი, ვაჟა-ფშაველა, ყველაფერია შიგ ჩადებული რაღაც კარგი კომპოზიცია გამოვიდა. სხვა შორის შეკვეთით ედინბურგიდან გთხოვეს, მონოსპექტაკლი გვინდაო და თქვენი უნდა იყოს მაინც და მაინც და იქ თეთრ მანძილზე ქონდათ ფილმი ნანახი რაღაც და კრებითი რაღაც გავაკეთეთ და მართლა